მე თუ რაღაცა მასწავლა, აი TikTok-მა თუნდაც ან Reels-ებმა დღეს რო არის 2 წამიანი, 3 წამიანი, ჩვენ ამაზეც ხშირად ვსაუბრობ. მაშინ ეს ამას თავისი რაღაცა საქმე გაუკეთებია. და მე თუ სიცარიელე დამიტოვა და ყველაზე ძვირფასი რაც გაგაჩნია ერთ-ერთი არის დრო და ის მთლიანად წამართვა, მეუბნები მოიხედავ და 20 წლის ხარ, მოიხედავ და 40-ის, მოიხედავ და 60-ის, 20 წლეულობით ემატება თითქოს ცხოვრება და დრაში ცხოვრობ, ხო, დრა გასწავლა. და ვთქვათ ვიღაცა მეუბნება რომ კვერცხი შეწვა ვისწავლე, მოთხარი ეს უკვე კარგია, რაღაცას თუ ისწავლი. და ხშირად მithქვამს ჩვენ სამყარო ხოვრება და ადამიანები სულ გვასწავლიან იმას როგორი უნდა იყო, გვასწავლიან იმას როგორი არ უნდა იყო, გვასწავლიან იმას საით უნდა გაუხვიო, სად წაიქცევი, სად არ წაიქცევი და ეს ცხოვრება გადაშლილი წიგნია, სამყარო. ამ წიგნის წაკითხვაც უნდა შეძლო. საკუთარი სხეულიც არის ყველაზე დიდი მეგობარი ჩვენი და დიდი მაცნე თუ რა გვჭირს, როდესაც თავში ბუნდოვანება მაქვს და ვერ ხვდები, რომ მოусმინო სხეულს შეიძლება უფრო მივხვდე რაში ეს საქმე რა მაწუხებს რატომ ვარ ასე დღეს. ბაირონს აქვს ეს სიტყვები და თვალებს ვხუჭავ მხოლოდ იმისთვის, რომ თვალთა ხედვა მიუმართო შიგნით და თვალებიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ თვალთა ხედვა მიუმართოთ შიგნით და იმდენი საქმე დაგხვდება, რომ ძალიან ნაკლებად გვექნება დრო სხვების დასამონათებლად და სხვების გასაკრიტიკებლად.